მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით და მიხარია რომ კლავ ჩემთან ხარ და მე თქვენთანა ვარ. ეს გახლავთ თავისუფალი სივრცე რადიო 98.5 და გახლავთ გადაცემა ჯაპანას პაპანაკება და მე გახლავთ კიდე ჯაპანას პაპანაკებით. მოგესალმებით გაზაფხულის ქუჩიდან და სანამ გადავიდოდეთ ჩემს სტუმართან და ჩემს სტუმარს გაგაცნობდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. იქ დიდი ხანია რომ ჯერ კიდე იურიული პერიოდიდან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჯერ კიდე იქტიოზავრები დადიოდნენ აქ დედამიწაზე, ადამიანები ჯერ არ იყვნენ, ჩვენ უკვე ერთმანეთს ვიცნობდით. ჯერ მინდა რომ ჩემს ორ ძალიან საყვარელ და ძალიან საპატივცემულ ადამიანებს დაბადების დღე მოგულოცო. დღეს არის 29 იანვარი და თამრიკო ოქრუაშვილის მიდა დაბადების დღე მოგულოცო. თამრო კედაცოხოშებით და ვიყავი ჯამთელი და ბედიერი და ასევე ბადადოს დაბადუბი დღე მოულოცო ბაღათურიას. ბადრი ბაღათურია მაგრა იყავ, ხვავით იყავ, ჯანზე იყავ და ბედნიერი იყავი. აბა მშვიდობით იყავი, მშვიდობას გოუმარჯოს. და ეხლა კი დავიწყებ ჩემ გადაცემას, მართალი გითხრათ, იმეგობრებთ ჩვენთან. იყავით, შემოდით YouTube-ზე, შემოდით Facebook-ზე და არ უნდა დარჩეთ ნაწყენები ჩვენგან. რაღაცა შეგვაფასეთ და დაგვაფასეთ და შეგვაფასეთ მე შეგვაბადო. დაგვაფასეთ გულახეთ და მე შეგვაფასეთ. ახლა კი რაც მართალია და მართალია მე ნამეტანი მოხარული ვარ, იმიტომ რომ ახლა წინ, ბიზის, ჩემი ძმაკაცი და მეგობარი პირიზიარებაო ქართველები რო იტყვიან, შეიძლება ითქვას სახლი კაციც კი, ასე რო ამბობენ, რატო იცი? სადაც სულ ვართ გასტროლებზე, სულ ერთად ცხოვრობდით ყოველთვის ნოვერში. აქედან მედარგედილი იყო მაგამავი რა და სახლი კაც ეძახიან ღვიძლ ძმას, ასე არის მომენტი იმერეთში რაღაცა და ეხა ღვიძლი ძმა და სისხლი ძმები არ ვართ, მაგრამ დიდი არაფერი განსხვავება არ არის, მართალი გითხრათ. ეს გახლავთ უნიჭიერესი, უსიმპატიურესი, სიმპათიურებაში ერთმანეთს მეჯიბრებოდით ხოლმე, ვინ უფრო ლამაზები ვართ თქო ასე ერთთან ბავშვი ვიყავით და ეს არის ჩემი უნიჭიერესი კაცი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი და ჩემი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ყველამ კარგად იცით ახლა ამის რეგალიებს მე არ ჩამოვთვლი, როგორი და რა კაცია, ეს არის ბესო ბარათაშვილი ჩემობატონო. ბესო ბატონო. დიდ მადლობას მოგახსენებ ჩემთან მომბრძანებისთვის. მიხარია შენთან ყოფნა მე ყოველთვის კი იცი, მაგრამ ჩემობატონო ახლა ეს სტუდია იცემა თუ ჯერ ვიყავით და სტახნის მაკაცები ვიყავით. მე ასე მიმატოვე ბიჭო, დამეტანი დიდი ხანია. რა ვქნა, დევეცი ბრძოლისოზე. დეცი ბრძოლისოზე ხო და კაია მე მაგას რო აღიარებ და ცუდი კი არ არის. ხო ხედავ რაფერი კარგად არის, ყველაფერი გვიძლის, ყველაფერი აქეთ-იქით. ვერცმა კარგად გამყოფოს კიდე 100 წელიწადი. 12 წელიწადია არ სვა, ხო? მე 12 წავიდა ეხლა. მე 12 წავიდა, შენ და ამდენი არ მიდახია არავინ რა. მე სულ ისეთი გარემოება მქონდა ისეთი სულ მეგობრების მაკაცები, ნიკუშა გახარიევი, ვერავინ ვერ გაძრო 6 თვეზე მეტი და 7 თვეზე მეტი და თან ჩაკერებებით და აბა ტორპედოები და ამბავი და რაღაც შენ ასე თქვი ძმაო და გადააგდე. არა, ჩაკერებული მეც მქონდა ერთი ჩაკერებული. ხო, მაგრამ შენ იშვიათად რა. მაგრამ რო გავიდა მე ისევე აუში და. ხო, აფრები, ხო. ხო, როგორც აფრის კაცური მოვარდილის გვიდან ისეთი ვაშკაცური გაქროლება მინდაო, პავლო თქვა. კი ბატონო. შენ მომისმინე და რა ვახარ ჩემობეს? რა ვიცი ახლა ვარ რა. თანაირად რა ვარ შეეფერება ამ ცხოვრებას ვარ ისე რა. ხო, მომისმინე და დავიწყოთ ახლა შენი ამბავი მოვიყევი. მე ახლა შეთხოვშორის ბევრი რამე შეიძლება არც მე არ ვიცოდე. მით უმეტეს თუ დავიწყებთ საიდანაც იწყება ჩვენი ცხოვრება იქიდან. რაღაცები მეც კი მაინტერესებს. მე ალბათ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მე ხო არა ვარ კაცო ხალხი გისხეს, აგერ 40,000 ნახვა და 50 ხანდახან 100,000 გვაქვს ნახვა და. შეიძლება მეტიც არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ როგორ ითვლება, მანდ მეც კი არ ვიცი, მაგრამ ხალხმა იციან მაგ ამბავი და. მე შენის მითხარი, სად გაჩდი, ვინ გაგზარდა შენ გამძლეობს ვენაცვალე, რა ფერდე იწყო შენი ამბავი, ვინ იყო დედა, ბაბუა, თუ კიდე ბაბუაზეც თქვი, ბებიაზეც ვინ იყვნენ, მამა შენი ვინც იყო, ვიცი ჩემობატონო სახალხო არტისტი იყო, ბატონი ანტონ ბარათაშვილი ჩემობატონო. დავიწყოთ შენი ბავშვობიდან. ჩემი ბავშვობა მოკლედ დავიბადე ჭიათურაში. მსახიობების ოჯახში, დედაც მამაც მსახიობები იყვნენ ორიანი. ჭიათურაში ისე მე შახტის ოჯახში და დაბადებული ყავი, მაგრამ მსახიობების მაღაროელის უკაცრავად ბოდიში. ხო, მაგრამ მოხდა ისე რომ მსახიობების ოჯახში დავიბადე. ასე დაგვემართა. ხო. როგორც ალიოშა იყო. ხო და მოკლედ თეატრი უცხო ჩემთვის არ იყო, სანამ ისევში ჩავაბარებდი, თეატრის ვიცოდი რა, ბევრი რამე ვიცოდი, იმიტომ რომ იქ ვიზდებოდი ახლა თეატრში ხო, სად დამტოვებდნენ ახლა მაშინ ესე
ესე არ იყო ძიძები და სად იყო ძიძები? მოახლე და ესეთი რაღაცები არ იყო მაშინ ები, თუ ვინმე ები, ები, მეზობელი დაგიტოვებდა მადლისთვის ეტყოდნენ გავრბივარ აგერ ბაზარში და იქნება ბოქში დაგიტოვა თუ დაიტოვებდა კაი დასატოვებელი ბავშვი იყო იქ რა ვიცი ახ მაგას ვიღა მეტყვის არა ცეცხლი გეკიდა თუ რამე წყნარი ბავშვი იყო ბიჭო მეხუთე კლასში ვიყავი არც ერთი აღარ მყავდა უკვე და მაგას ვიღა მეტყვის აზიმე ახ ცეცხლი ვიყავი თუ იგივე მეხუთე კლასში იყავი დედმამ არც ერთი ხო უი რა საუბრობ შეგაც ხო და დაჟე გადავდიოდი მეხუთეში რა ხო ამის შენობა მეტარი პატარა ხო მოკლედ იქ დავიბადე იქ დავამთავრე სკოლა იქ მაკვარანსკი ბავშვი იყავი რამე აი არა ბიჭო რა მაკვარანსკი არა რაცხას არ აფუჭებდი რაცხას დაფუჭებით ახლა ყველა ბავშვი აფუჭებს შემოჯაბო არა მე მაგალითად დროჟი ჩავყარე ტუალეტში ისეთი ბავშვი ვიყავი რომ არა მასეთი არა მაგრამ საფუარი აი იქით მოტეხილში სეკას თამაშობდით აჰა ჭიათურაში სეკას თამაშობდით და სპიჩკები სპიჩკებითაც და ისედაც პრიშტავკაზეც იყო და ნაღდიც იყო და ამას მივიდა ბიჭო რაღაცა იყო მოკლედ რა საერთო პული ახლა მილიონებზე კი არ თამაშობდი პული გაითიგა მიგო შაურიანის კონი და რაღაცა ესეთები იყო ახლა ფეხბურთი გვიყვარდა განსაკუთრებით უბანში და ჩემ დროს ფეხბურთი მაგაზე ბურთზავდებდი დღე და ღამე კი ბატონო კი ასე მე არ კოჭაობდი რამე არა კი გას კაკლაობდით კაკლა ჯილა ჰქონდა და იმ ჯილას ხან კირს ვასხავდით და ხან რა ვიცი კვერცხი აღდგომის კვერცხი იმაში აბა დამიმტრევ თუ არ დამიმტრევ ციცრის კვერცხი ხო არა ბატის კვერცხია მანახე და იქ იმა ნემსით უშვებდნენ იმაში კვერცხში რაღაცებს სანთელს აიმეებს და აი ერთი ამბავი იყო მოკლედ აბა კვერცხი მოგებოცა აბა და ის პაჩემნიკები და რა ქვია ქართულად არ ვიცი ის კანიოკებს რო უძახოდით ხო კანიოკისები სამაკაჭკები კი კაცო ბიჭო ჭიათურა არის აღმართის ქალაქი და ციga და ნუ მაშინ თოვდა და მაგრამ ახლა სიმხელა მოთოვა იმ ჭიათურაში მაგრამ ციga აღარავის გავს ციga და კანიოკები იქნებოდა აბა რა იქნებოდა ახლა დაღმართებია იმდენი რომ დასაშვების მეტი რა არის იქიდან კი კაცო კი და გარშემო სულ მაგარი სოფრები აქვს რა კი ეკი არის რაღაცა ჭიათურა თვითონ რაღაც მისტიურია ბიჭო ეს რა ბიჭო აი ეს კანიონები და ისინი რომ აჩვენებენ ახლა ის სხვა რამეა მაგრამ ფრონგის აბაგიროები რო იყო რაღაცა კი და ეხლა რო შევდივარ ჭიათურაში რო უყურებ აი კანიონების ამბავია რა იქაც აი ესე მიყვება აი როგორც ქვაფში ისე არის ქალაქი ოღონ ლამაზად არის რა ბუნებრივად ლამაზად არის და ალბათ მიხედავენ კიდეც და გაალამაზებენ ისე. აკაკი სიტყვას მაგი ჭია თუ რაო თუ რა ხო, დინარეზე ყვირილაზე. იქიდან ხო. ეს რა არის ჭია თუ რაო? ხო, ჭია თუ რა და ჭია თუ რა ხო. მაქედან არის ამასული. ეს მაღაროელები ყავდა მეზობლები რაღაცეები. როგორ არა კაცო მე ახლაც ვყავს მეგობარი ძველი მაღაროელი და რავი ჩემ თავზე ცხოვრობს და მაღაროში მუშაობდა და მთელი ამბავი. ახლა ჩვენ ხო იცი იჩებით მიმართავთ იქ ყველას და მამიჩი ძველი მაღაროელია დამსახურებული მაღაროელი. აბა და რა შედა და სპორტით ვიყავი დაკავებული შენ მე ვიცი რაგბით იყავი დაკავებული. კი, სპორტი მე. ჭიათურაში. კი, იყო მაგნაირი, კი. რა გუნდში ვიყავი რა ჭიათურის გუნდში თამაშობდი საქართველოს პირველობაზე შეულებრივად. ოღონდ თამსავლობდი რა სკოლაში. შენ ის მიყევი ბიჭი, კაი ამბავი ბახსოვს ბიჭო რაღაცა გვერდითი საჯების ამბავი იცოდა. რაღაცა კაი ეგ ბრაგში. ეგ არა ფეხბურთია გასა. ეგ სად იყო ჭიათურაში? ჭიათურაში იყო. მე ძმაო მინახია საჯმა. კი აღარ ბახსოვს. ასე დარჩა ის რამდენჯერმე მინახია რომ ხო უნდა ამოუღოს ყვითელი და წითელი კარტა. ნუ ბარათი. ბარათი დარჩენია მსაჯს გასახდელში. გამოვიდა და მაშინ სპორტულებში იყო, ცოტა ციოდა და სპორტულებში გამოვიდა მსაჯი. ჯიბეებიანი სპორტულები რო იყო. იმაში უნდა ჩაედო და ეთყობა დარჩა. ნუ იტაცა ხელი, იმიტომ რომ პანჩური ამოარტყა ფეხბურთელმა რომელიღაცამ.
იტაცა ხელი და და არა აქვს. არა აქვს და შეიყო და ამოიღო, მაშინ ლუქსი რო გამოდიოდა, ხო გახსოვს? ლუქსი ლუქსი, სიგარეტი. წითელი იყო, ბიჭო. ნახევარ წითელი და ნახევარ ლურჯი რო იყო. ხო. ამოიღო ლუქსი და შერჩა ხელში. აი, მიცი, გადი გარეთ უთხრა. ლუქსი გააგდო, ხო? გაგდებული ყავს მა. სასაულია მაგარი. იქ ბიჭო, პირველობაზე ადრე კომუნისტების დროს გეუბნები, ისეთი ამბები ხდებოდა იქ რომ აგერ ახლაც კაცო ჩასული ვიყავი და არ მომეშვენ, წამოდი სტადიონზე ჩვენები თამაშობენ, რათა ამხანაგურ. ბიჭო, ახლა ამხანაგურზე ნუ არ მინდა ეს ამხანაგური და მეგობრული. დამანებეთ დამაყენეთ. არა, წამო და რა, წამო და ნუ წამათრიეს ზალით მოკლედ და უყურებ წყალტუბოს ვეთამაშებოდით, მე მგონი თუ ვიღაც. ამხანაგური თამაშია ზაფხულია რა. ამხანაგური და ლიგა რაღაცა ხო, სადაც, აი. ამდენი ლიგა გქონდა, არც კი ვიცი, ვიარ ვიცი. აღარ ვიცი, მაგის აფერი აღარ ვიცი, შემოჟა. აღარც მე აღარ ვიცი, ხო რა. მოკლედ წამიყვანეს და ვზივართ ახლა ტრიბუნაზე რამდენიმე კაცი. იქით 1 2 3 წყალტუბელიზის ერთი ეყობა იმ ავტობუსის შოფერი იყო, რომელსაც ჩამეიყვანა. და დანარჩენი 2 ვიღაცა კიდე ამა ვიღაცი ჩამოყვარა. აქეთ 1 5 6 კაცი ჩვენ ვზივართ კიდე, მეტი არა. ზე გვირტყავს ზოგს ისა გაზეთი აქ თავზე დადებული, ზოგი რა ხუდით, მოკლედ ერთმა გამოდო კვანტი ჩვენსას. ის წაიხსა ეს ჩვენი. და საჯმა იქით გაიხედა და მირბის. ამან დაუძახა ამ წაქცეულმა, ამ ჭიათურელმა რომ ბიჭო და გამოხედა საჯმა და არ იყო ჯარიმაო. აბა დენმა დამარტყა და ჩემი წევი შეციო. არ წაუწევი ხარ მაგასო, არაო. ისე აბა დენმა დამარტყა და ჩემი წევი შეციო. არა, მაგაზე ფიზკულტურის ბიჭო, მახსენდება საწყალი ზურა ბერიკაშვილი, იცოდა ბიჭო, ამ ჩვენი ძველი სიტყვების კარგად გამოყენება. კი, ფიზკულტურის შარვალი. ფიზკულტურის შარვალი იტყოდა ბიჭო. ისე იგი და აგიჟებდა ამ ახალგაზრდებს, ეს ახალგაზრდები და მათ შორის კიდე კუჭავასაც, მაგრამ სულ ესეთი ტრაპარაკობდა, მაგალითად იტყოდა კიოსკი, ჯიხურზე იტყოდა კიოსკი. კი, გასტრონომი. ხო, გასტრონომში მივდივარ. კვიტანცია გამოვარდი. ხო, და ის რაღაცა ვის რო გამოვიდა, ფული რო გამოვიდა, იმას დაელოდე, კვიტანციას დაელოდე, ჩეკი, ფურცელი რო გამოვიდა, კვიტანცია გამოვარდი. კვიტანცია სასწაულად იძახდა. ფიზკულტურის შარვალი ხო, ახლა ჩვენ ეგ ხო. ზურიკოს აცხონოს მერტა. შედად ბავშვობაში ვიდიო ახლა შედი. ბიჭო, სახიობი ან ვიგევასებოდა იქ. ახლა ასე ჭიათურაში იყვენ კაცო ძალიან კარგი მსახიობები იყვენ ისეთი რომ მაგარი ძმაო ძალიან. გრიშა ტყაბლაძე იყო პირველ რიგში მაგას ვიტყვი, მიშა ვაშაძე იყო, ნოდარი ჩაჩანიძე იყო ჩემო მაგანო. მაგარი კი. ანუ იყვენ ახლა კირილეს თამაში ახლა შენ ძმაო რამოს იყოდის მე. სხვათა შორის ძალიან კარგი სპექტაკლი ქონდა სამანიშვილი ჭიათურას. ხო. მანდ ნახა ელდარმა და მაქედან წაიყვანა კირილეზე. აი მანდ ნახა ზუსტად. მიშა თამაშობდა ვაშაძე იმას პლატონს. მერე მიშა რო წავიდა თეატრიდან ან თბილისში რო გადმოვიდა, მერე შევიდა აცხონოს მართლა კაკო ბაქრაძე. რომელია იცი კაკო ბაქრაძე? კოჯახარი ბიჭო, კოჯახარი. ხო. შერეგილებში რო არის. აი, არის კაკო ბაქრაძე. სამანიშვილშიც თამაშობს, ოღონ მღვდელს. ერთი ეპიზოდი აქვს მღვდელი რომ მიაკითხავს ყანასთან პლატონს. არა, საერთოდ ჭიათურის თეატრი იქნებოდა ზოგადად ერთ საუკეთესო. არა, კარგი თეატრი იყო, უდიდიგან. კი ბატონო. ძველი თეატრია, ოღონდ. კი, კაცო. რაღაცა ამის ის არის, რა ქვია, ეგ ახლა გაყრა და ერისთავის ის არა, მაგრამ არა, რაღაცა მე დასაწყისში კი ბატონო. და ეს თეატრი რობიკოს მამის ეს არის აშენებული დიდი რობიკოს. ხო, დიდი რობიკოსი. იქ რაც დგას ჭიათურის თავზე ესეთი მუზა თეატრალური თეატრის თავზე ესიც რობიკოს მამის გაკეთებულია. და ვაფშე აშენებდნენ გერმანელი ტყვეები მაგას.
მაგედია შენებდეთ, ხო შენებდეთ, სასწაულს. კლდეშია შესული თვითონ შენობა, ესე ბუნებრივად არის კლდეში ჩასმული, რომ ძალიან ლამაზი თეატრია რა, ძალიან კარგი თეატრია, ძალიან ლამაზი თეატრია და ძალიან კარგი დრო მაქვს. შენ და მასწავლებლების სკოლაში თუ ყავდა ეს საინტერესოა. როგორ არ მყავდა კაცო? ერთი ორი ამბავი თუ გახსენდება მასწავლებლებს. მასწავლებლებზე ახლა ისეთი არაფერი, თუ გახსენდება. თუ გახსოვს ეს. რუსულის მასწავლებელი ყავდა. ხო. არ იქნება ცოცხალიაძე. მე-10 კლასში იყო ჩვენი დამრიგებელი. დამრიგებლად. კაცი იყო თუ კაცი? კაცი იყო ბიჭო, კაცი ნაფრონტალი იყო ეთყობა კაცი და ნუ მოხუცი კაცი იყო ნაფრონტალი და ლაპარაკობდა ფრონტზე ნასწავლი რუსულით. ესლი შასვი ნეპრეკრატი და ეტო ბეზაბრაზია იაპაზაუ ზაუჭა. ასე გასავლიდა იმას რუსულს. აბა დაიწყო ერთი პერიოდი სახლებში სიარული. რო აბა ჩემი ესენი რა ქვია სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები როგორ მეცადინეობენ თუ რავი რა უნდა ეხლა. ხო. დააგაგუნა ერთხელ ჩვენთანაც რა და შემოვიდა. მობძანდით ჩემები დავხდნენ. მაინტერესებს. აქეთ მე-10-ში ვარ ბიჭო, მე-10 კლასში ვარ. ხინკალ სახინგლეში დავდივარ უკვე. ეს მომოწმებს ახლა არანაირ მეცადინეობს და რეგბის დამაშობ. შემოვიდა ახლა ესა. შემოვიდა გავიდნენ ჩემები და დავრჩით იმაში ზალასო უზახ მისაღებო თახში. დავრჩით იქა და აბა როგორ სწავლობ და გახედა ასე კარებს ხო არა როგორ სწავლობ აბა რა გაქვს დღეს გაკვეთილი მათემატიკაში ის გამეიღე ეკნება სადმეო და და კაი არაყი მქონდა გამოვი ჩოუსხი ხია ხოშია ერთი მეორე და კარგი და კარგი მომზადებული ხარ და აბა შენიცი ასე გააგრძელე სწავლა და წევი რა ახლა წავალ ჩიგვილაძეებში დადიოდა რეაქტი რუსულის მასწავლებელი და შედა ერთი ბიჭო შატალო მოაწყვეს ოღონდ მე არ ვიყავი იქა მოაწყვეს წავიდნენ ერთი ორი ჩემი კლასელი იყო ერთი ორი უფროსი ოღონდ ერთ ეზოში რო რაგბის ერთად თამაშობდით და ერთ ეზოში და ერთი გვერდზე გუჩიდან იქით ჩვენი მეგობრები რა მოკლედ 4 კაცი წავიდნენ დილის ბათუმის საჩხერე ბათუმმა ჩამოიარა ელექტრიჩკამ შეახდნენ და წავიდნენ ზღვაზე მაისისთვია რაგერ უკვე უნდა დამთავრდეს სკოლა და აღარ ერიდებიან მოკლედ და გაიპარნენ რა სახლიდან წავიდნენ ახლა თლად ბათუმამდე არ ჩასულან და ურეკში ჩამოვიდნენ რომ მე საღამოს უკან რო ამოივლის ეს მატარებელი უკან უნდა გამოყვენ თუ არა გადაირევიან სახში ხო ძებნას დაუწყებენ ხო და აქ გავიდნენ პლიაჟზე საძებიდოდნენ ახ პლიაჟზე გავიდნენ აგერ ერთი ორი რუსის გოგოზის იქით ერთი ორი პლავკები მაშინ კეისში ასე დიდი ტოტებიანი ნიფხვები როგორცა ამას დავაგორგლებდით ასე და აქ ვიტანიებდით წაში რო შედიოდი იბერებოდა ხო არა ასე პლავკებით ასე და აქ ჩავიტანიებდით ხომ და ისი აქვთ თურმე ვიბანავეს და გამოვიდნენ ეს გოგოების შედან უყურებენ ახლა ახლა ვინ მივა ამასთან და შეხედეს ერთს მე რას მიყურებთ მე რა ვიცი რუსულიო მეორე შეხედეთ მე ვერ მივალ მაგათთან მეც არ ვიცი რუსულიო მე ამ მესამე შეხედეს და ბიჭო შენ ხო იციო მე რა ვიციო 4-იანი ხო ყავს რუსულში კი მარაო შენო მე რა ვქნა იმათ გაკვეთილი მოუყვეო გამაგარი რუსული იცოდა ტიპა გაკვეთილი მოუყო კაი და შედა ერთი რა მაინტერესებს იქ შენ აქ ჭიათურაში იყო თუ სადაც იყო კაცმა რომ ის მახსენდება რამდენი რამე ახლა ვერ გავიხსენებ მაგრამ მაინც რა კაცი რო წეიყვანა ტიპანდა რომ გზიდან რომ აქ რო ჩამეიერა და თავი რო გადმოყოდა ეგ ჭიათურაში კი არ იყო ეგ იყო რიკოცე
ხო, რიკოცე. ეგ რიკოცე იყო. რაღაცა პროსტებით რო კი, წევიდა. ეგ რიკოცე იყო, ბიჭო, ერთ-ერთ სოფელში, მოკლედ ლობიო ჩოუდგია რა, ხალხს. ხო. ხო და ეგ კაცი წამოწოლია თუნე აშუშებო ფეხის თითებს და უყურებს ტელევიზორს და ადექი შემე მოუფტი შემე ადექი რა გინდა გალო ლობიო ჩავადგე ბოსტანში გადადია ან წანილიად მეიტანე ან პრასიად მე რაღაცა ქენია ხوار დააყენებ კაცო და წამოდგას ეს ლაზმი და ის კალოშები რო უკან ქუსლები მოჭრილები რო ასე ფლოსტები გაჩუსტებული რო არის გაჩუსტებული კალოშები იმაში გოუყარა თურმე ფეხი და წავიდა ტრასაზე აქ ისა რა ქვია ბოსტანი თურმე ოღონ ცოტა იქით ხო ხო და რო ამოვიდა ამ ტრასაზე იქ რა ჩავა ახლა იფიქრა და რამეს გავყვევი გამეივლისა მე და ჩავყვევი იქამდე და პირველმა რაც გამოიარა რაღაცა მანქანა მოდის ანუ თქვა გაუშვათ მერსედე რაღაცა ან გოუხნია ხელი ან ტალახიანი იმეებით გააჩერა იმან ჩამოვიდა შუშა გამოხედა ვიღაცა კაცმა რა გინდა გამარჯობა ეგერ ბოსტანი მაქვს იქა ჩამიყვანე ეგ ბოსტნამდე სადამდე ჩაგიყვანო ბიჭო ბოსტნამდე ჩამიყვანე ეგერ ბოსტანი მაქვს და დაჯექი უთხრა დააჯდა და ამოწია და ჩაგნობდა ყველა გარი რა ვარც კი იტყვი ახმასა მეიღებ რო გრეკავა კიდე შენიდე ხელს მიქნება აქანი და მე ბოსტნამდე ჩამიყვანე მოკლედ წამოიყვანა ამ ჩუსტებით თუ რა ჩლატით თუ რა ქვია მაგას პირდაპირ ოკრიბაში მოიყვანა აგე თბილისში ოკრიბაში ვიღაცა კაცი არის ძარიელ მარშრუტკაზე მიყუდებულია სანტრედია აწერია მარშრუტკას და ასე მიჭკავს გამარჯობა გაგიმარჯოს სანტრედიაში მიდიხარ კი როდის გახვალ რო გეივსება გავალ რა ვიცი რამდენს გიხდი ვიღებო რა 180-იც ამიღიაო ისე 150-ო სტაბილურად ყოფილა 170 გამიკეთე 180 რომ მოგცე მაგ ფულიო თუ წახვალ цаრიელიო დედას უტირებო ამათრა წადიო მოგცემო მაგრამ ბიძაჩემი უნდა გაგატანო ხო ცოტა გიჟია მომკლა მთელი გზა გამიჩერე ჩამოვალ არ გოუჩერო არსად ამის დედავატირებო და სულ ჯიკავით შეაგდო ამ მარშრუტკაში ძლადებიანი კაცი იმა რო დაქოქა და მანტიროვკა დაანახა თურმეას ხმარა მეიღოთ რა რა ვარც კი იტყვი გამიჩერე ჩამოვალა რო გრეკავა წავიდე კაც ჩუმაძის უკან ის ჩუმათო რომ მიუახლოვდნენ იმ ადგილს რომ თავის სოფელს და ბოსტნის შორიდან თურმე ქვეყნის ხალხია შეგროვილი ვიღაცები ყვინთავენ თურმე წყალია იქ ახლოს აქ ჩავარდა არის ეცოლი გადასვენებული ამ სკამზე და უნიევებენ ქალები თურმე და არის ერთი მოკლედ არის ამბავი და ბიჭო არ მიჩერებ მაგრამ შიანელე ცოტა მაინც შიანელე იმ ხალხთან რომ მიხვალო შიანელე მაინც და შენელებით შეგინელებო ამას თქვია და ასე არ եղება რაფებს ფანჯრები ასე გამოუღია და ასე საქამრემდე გადავიდა თურმე ფანჯრიდან ხალხო და ბოლში მამიკო გაჭერდი თბილისში ვიყავიო ახლა სამტრედიაში მივდივარო იქიდან სამიკრავენ თავს კაცმა იცის თუ დაუბრუნდი საქმეო თქვენი ბოსტანი და თქვენი პრასი და შედადა ხა თბილისში როდის ამოყარა ჭიათურიდან როდის ახვედი საერთოდ და საიწახვედი ჯერ ერთი წამოსვლა წამოვედი თბილისში როდესაც ჩავაბარე ინსტიტუტში და გაგიცანით დიდი პიროვნებები შენი თამადობით შემოგადო ესე იგი პირდაპირ წამოხვედი ჭიათურიდან აქეთ ჭარა მე ვიცი რომ ბათუმში არ ყოფილიყარ ბათუმში ჯერ არა ჯერ სტუდენტი ვიყავი სტუდენტობა აქ მოვითავე პირდაპირ ჭიათურიდან წამოხვედი ჩავა მე პირველი კურსის მერე ჯარში მიგრეს თავი ეგ ვიცი კაცო 2 წელი როგორც იტყვიან აზვანგა
ხალხი ისმენს მერას არა მერას გეუბნები მერას მიყურებ რომ ვიცი მეთქი უნდა მოყვე კაცო ხო და მოკლედ იქ თავიდან ბოლომდე ჯარი მოვიხადე როგორც იტყვიან აძვანკა დაძვანკა მე ვიყავით კი რატიო ვაზდუშნია აბარონა ქართულად როგორ არის ვიცი რავი ხო მოკლედ ჰაი საწინააღმდეგო თავდაცვა ხო მოკლედ მან ვიყავი რაკეტჩიკი ვიყავი და 2 წელი ვიმსახურე ჩამოვედი და მე გავაგზელე ისევ სწავლა მე რო დავამთავრე მიშასთან თუმანიშვილთან კი ბატონო მანამდე რეზომის სულავასთან ვიყავი პირველი კურსიდან მე რო ჩამოვედი მე მიშასთან მომიწია ამ ბედნიერება შეხვდა წილად რომ ხო და მომისმინე და რა მაინტერესებს შედა მე ჯგუფელები ვიყავდა ჯგუფელები ჯგუფელები დიდებული პიროვნებები დავიწყოთ კახა გაბელაიადან გოლიათი კაცი გოლიათი გურამ ჯაში მაგრამ მე გურამა წავიდა ხო მე ჯარში წავიდა მაგასაც მოუწია ჯარმა და წაიყვანეს და ზაზა გოგუაძე რომელთან და ნუკრი კვანტალიანი ჩვენ სამი ერთ ჯგუფში ვიყავით და ისევ ჯარში წავედით და ჯარის მერე ისევ ერთ ჯგუფში დავჯექით რა ბაჩო ჩხეიძე იყო ამავე დროს ჩვენთან გოგოები იყვნენ ძალიან საინტერესო პიროვნებები ია ფარულავა ეკა კახიანი ეკა ჩხეიძე ნინა კაგელაშვილი ხათუნა ბოგუჩავა რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლის გახდა მე რაღაც მოხდა და დავშორდით ერთმანეთს ისე სევდიანად კი რაღაც მარტო შენ დავშორდით მეუღლეს რა იყო არა მაგრამ ნუ რაღაცა შემომიპარასებდა ხო შეიძლება სიბერეში ხო აბოლოდო სტერიო თქვი შენ რაღაცა რაზე ყველაფერზე მე ჯარის სიმღერაზე ვიტირე ბიჭო ჯარის სიმღერა რა მამატირე რა ვნახე კაი ამ ჯარში რომ რა სიმღერა უსალდატა ვიხადნოი ამაზე მომადგა წრემლი თვალზე გავგიჟდი ინაღამ რა სადგეიგოდეს ა შვილიშვილს ვასმენიებდი სიმღერებს რაღაცებს ტელეფონში უყვარს იმიდან კავკასიური ტყვექალიდან რაღაცა იმებიდან სიმღერები მზიური ველი სერენადა ჯაზი ამას ვასმენიებ ხოლმე და ერთი ამოაგდო და დაკრა თითი იმაზე და იყო ეგ სიმღერა მე წონა ბოუში გააჩერდა გაიყურზა იმაზე და მე ზახარ ნუ გამახსენდა ჯარი და აღარც მე არ გამოვრთე და არ გამოვრთე და კი მომადგა თვალზე წრემლი და რა მატირებს მე ვთქვი ამის დედა ვატირე რა ვნახე ამ ჯარში კაი რო წრემლი მომადგა მოკლედ რა ხო და ეგეთი ხალხი იყვნენ ჩემთან ნინო იყო კაკაბაძე კიდე ჩემო ბატონო რეჟისორებიც იყვნენ ჩვენთან სრული ის გაიარეს სამსახიობო კურსი ეს მიშას ეს იყო იდეა იყო რომ რეჟისორებმა უნდა გაიარონ და ჩვენთან ერთად სწავლობდნენ ოსტატობის ლექციებს იმაზეც მეტყველებას ყველაფერზე გოგა მარგველაშვილი ჩვენი მაგალითად ხო ეგეც ალბათ სპექტაკლი პირველი მან ითამაში ხო თუ რა კი გოგა იყო გოგას პირველი ჯგუფი ვიყავით გოგა იყო ასისტენტი მიშას მაშინ პირველი ჯგუფი იყო გოგასი მიშას ასისტენტი იყო და აი პირველები ვიყავით ჩვენ ეხლა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელია კი ისი ჩემი ბატონო და ну მოკლედ ძველი ნაცნობობა და მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. არ გეშვება, სულ უпроსია შედი. არა უშავს იყოს კაცი. აი. შედა, კაი გაცია. კაი გაცია ნაცვალე. ხო და ისე რა მაინტერესებს? ჯერ დაიხოცენილი იყო, ხო, გოგა მარგველაშვილის სპექტაკლი, როგორ? კი, ჯერ დაიხოცენილი იყო. ეს საკურსო გააკეთე? საკურსო იყო, მესამე კურსზე გავაკეთეთ ეგა. მანამდე მეორე კურსზე ნაწყვეტები უნდა გვეთამაშა, მაგრამ მთლიანად დარისპანი ვითამაშეთ. ერთი და მე მეორე სპექტაკლი უკვე ჭოლამ დადგა, ჭოლა რეჟისორად სამსახიობიდან რეჟისორებაზე გადმოვიდა. სარეჟისორო ჭოლამ დადგა ეს პაპანაკება რაღაც პატარა მინიატურული სპექტაკლი იყო. და ეგ იყო მეორე კურსზე, მესამეზე ეგ დავდგით რა, აი ჯერ დაიხოცე. მე ფოჩი ვარ უკვე. ხო, შენ უკვე დამთავრებული ქონდა. ხო, და ინსტიტუტი, არა, მეოთხე კურსიდან წაგვიყვანეს და მე ჯარში დაგვტოვეს და მე უკვე სასოფხეთში ვიყავი ჯარში და მოკლედ ელი ამბები ახლა მაგი ჩემზე არ არის გადაცემა, შემზია შემდგარი. ხო და ნუ მოკლედ ესე იყო, ჯერ დაიხოცნენ და მე ვასა ჟელეზნოვა დავდგით მეოთხე კურსზე და კიდე ის დავდგით ლომთათიძის ისა
აი რქვა აღარ მახსოვს ლომთადიძის მოთხრობა თეთრი ღამე თეთრი ღამე და ეს ნახე კაცო ეს მერე იყო ეგ მაგას ჩამოუსარი რაღაცა ეგ მერე ინსტიტუტში იყო და ინსტიტუტში თამაშობდა სპარტაკში ერთ თამაშობდი ჯერ ზევით და მერე სპარტაკში ჩამოვიდა ზევით და მერე სპარტაკში ხო მანდ იყო რომ ჭოლალუთათიც ვიშა ჭოლამდად ჯოჯუა თამაშობდა კი ჯოჯუა გვალია თამაშობდა თემო კი ბატონო ახსოვს კაცო იქ კარგად მახსოვს რა ეხა მეგობრობით ვისთან მეგობრობდი სტაქსის მეგობარი ვინ იყო ვისთან სვამდი რა ვისთან სვამდი ახლა არის ინსტიტუტში ვინ სვამდით ერთად აბა რა გინდა ეხლა მე კი ვიცი მაგრამ ხა ერთად ჩვენ ერთად ვიყავით მე და ჭოლა ზაზა გოგოაძე ეხლა ჯგუფში ზაზა სვამდაო აი ახლა მოვაბარაგებ ამ სამქვეყნოთ ახლა დამანებე თავი შენ სვამდა მე სვამდი თუ გახსოვს არა აქცევდი გვერდზე ასე შენ რავი მე ესე მახსოვს რომ არ მიყვარდა არ ხო არა ხო მეც არ მიყვარდა იმიტომ ვეღარ სვამ ახლა ერთ ჭიქას სუფრაზე ხო მაგიტომ არ სვამ რომ სვამდიო სვამდი მაგიტომ არ სვამ ვერ სვამდი ხო რო სვამდი მაგიტომ ვერ სვამ რომ ერთმა მითხრა რომ თონეში პურსყიდულობდა მიცნო და ბატონობესო ერთ ჭიქას ხوارდალე არა მე ვთხარი მე ვერავ სვამ აი ერთი ჭიქა რა ას გიზავსო ახლა ბიჭო მაგ ერთმა ჭიქამ და მაგან მიქნა ის რომ ვეღარ სვამ და დამანებე თავი მე აი მაგას ვერ ვიცი პური მომყიდე შენ ნიჭირიმე არა ბიჭო ერთი ჭიქა აი მაგას ვერ გებულო აი ერთ ჭიქა რატომ უნდა დავლი აი მაგრამ ბიჭო რომ მითხრა ერთ ჭიქას დავლებ კამპოს რომ მითხრა დაგლოცე ამ ჭიქით გასაგებია და ერთ ჭიქა დაგვილია ერთ ჭიქას რო დავლებ მე მინდება მე აბა რა ბიჭო ერთი ჭიქა რა მე არ ვიცი. იმ შურიკასე არ იყოს, ერთს რო დაალევებენ და ასე რომ ისას ვერ. მუს. ხო ეგარი რა. არ უნდა ქნა მასე. უნდა ქნა რა, ხა მე ასე ვშვევიდა. ხო, ახ დაგლოცე მოდით დაგლოცეთ შემო. კი ბატონო დაგლოცე. და ან დავდევა, ან მოვსვავ ცოტას და დაავალდა რა. ჭიქა დამილია რას გიზავს რა. რო არაფერს არ მიზავს, იმიტომ არ ვსვამ. რომ მინდა რომ იქნას, მაგას ვიზახით, მაგრამ შედადა ჭიათულა ბათუმში როდის წევედით, ახლა ჩვენ მაგამბავი მოუგებით ხალხს ახლა. ჩავედი ზაზასთან, ბათუმელი არის ზაზა გოგოაძე, ჩვენი ძმა. არ ვიცნობ მაგას. აი გვერდზე საგრიმეოროში რო არის, ის არის. გიალიასაც ისნობდე იქნება, გიალიასაც, ხო? გიალია. რას ლაპარაკობ? მე მაგ სარდაფამდე მივარ, კი გვაქვს დრო ჯერ გიგი რა. მე ჩავედი ზაზა გოგოაძესთან მოკლედ სახლში დასასვენებ და 3 დღით მეთქი წავალ სხვაზე ზაზასთან და ჩავედი 3 დღით რა და გავედით ჩემი კლასელები გამოვლენო ახლა შენც იცნობ და გოგის და ემას ვიცნობდი ახლა ადრიდან და გოგოებს არ ვიცნობდი რა და იქ გავიცანი რა და ერთ-ერთი მომეწონა და გახდა მე ჩემი მეუღლე რომელთანაც 25 წელიწადი გავატარე. ერთმა გაანათლო შევისული ჩემო. ცოცხლე ჩემო ბატონო. აი ასე ჩვენი მეგობარი იყო და ჩვენი ძალიან კარგი ადამიანი. ასე მოხდი ბათუმში, ანუ ჩავესიძეს უძახიან და კიდე იძახიან რომ ქალს გავეკიდე. ქალს გეეკიდა. ხო, ასე იძახიან. ხო, ხო იყო რომ რუსეთში რომ ქალს მეიყვანდნენ, მიდიოდნენ და ცხოვრობდნენ რუსეთში და ქალს გეეკიდაო. იქ რუსეთში ეეკიდა ქალსო იძახოდნენ. ისე ვიყავი მეც რომ ქალს გეეკიდე შეიძლება. იქ ვიცხოვრე, იქ გაჩნდა ჩემი შვილი. იქ დაამთავრა სკოლა, მეც 8 წელიწადი იმ თეატრში ვიმუშავე. მოკლედ დაკარი მე ფეხი წამოხვი სარდაფში. წამოვედი სარდაფში, ჭოლას ჰქონდა გახსნილი სარდაფში ჩამოვედი ბიჭო მეთქი ხო ვიცი რომ მაინც ერთხელ შეაგან სცენაზე ფეხს მე ცოტა გიჭირს ამ პროფესიაზე თავის დანებება და ასე მივატოვო და გავხდე ახლა ან რა გითხრა სანტექნიკი ან რაღაცა ან თუ გინდა ეს კომერსანტი ვერ ვქენი რა ეგეთი იბცადე რაღაცეები მაგრამ არ გამოვიდა არაფერი ჩემგან არ გამოვიდა არაფერი ხო და ეს მაინც მიღრხნიდა გულს და ჩამოვედი ახლა მეთქი ძმაკაცია და რაღაცა პატარა იქნება რა და მართლაც ნუ ახლა რაზეა ლაპარაკი და დაიწყო და ჩამოვედი სარდაფში და აი დაიწყო და
მე ცოტა გვიან შემოგიერთით. კი ბატონო, მაგრამ და მან ხდებოდა რაც ხდებოდა. კი, სარდაფში გახსოვს შენი ბოლო სპექტაკლი, ოსკარი რა კაი სპექტაკლი იყო. კი, კაი სპექტაკლი იყო. კაი. შედიერი და შედა და მან ხდებოდა ახლა რაც ხდებოდა. ვაუ, იქ ბიჭო. გიალია ეს მაიგუნები ეს ყველა ესა გიალია რამე აგეთიქიც უკა პაპუაშვილს უყვა და ეხლა არ გიალია რატო გამახსენდა ის ბიჭო აი ეს მომწონს ძალიან მაგრამ ძალიან ბაჯულიანი ხო არის აი სასაული ბაჯულიანი ეგეთ ბაჯულიანი просто აი იშვიათი ბაჯულიანია რა აქ თვალებიდან ეწყება წვერი ვაიმე მაგი რემონტი ქონდა სახში მაგი ვნახე წვერ მოშვებული ხო თვალები ჩანდა მარტო ბიჭო კაცის აქედან ეწყებოდა წვერი ბიჭო გავგიჟდი მეთქი აი აქედან იპარსავს ბიჭო რა არის კი ბიჭო მე აგი ამას ტანიდან წამოსულს აქ ყოფთა ასე ამას უერთებოდა ტანიდან წამოსულა ასე გქონდა ამ ეს ვიდამი წვერი ეს ყველა ერთად იყო და იმა ხო უთხრა მაგარი ბიჭო ეკანდრონიკაშვილმა გენიალური უთხრა წლიდან რო ამოვიდა ჯერ იუგოსლავიაში რო იყო თურმე ბასეინში რო ჩახდა დირექტორი სასწავლოში გამოვიდა ძაღლი ამოიყვანა სასწავლოდან მისი ეს ძაღლი ბასეინიდან ძაღლი ამოიყვანა და არ არის ძაღლი ადამიანიაო ბიჭო ესე იგი ეს ხო სასაული ამბავია მაგრამ მე ეკანდრონიკაშვილმა უთხრა მაგარი რამე რო ამოვიდა ასე პირასახოცი კი არ ჭირდებოდა ასე გააკეთებდა და დავთვალებული შრალი იყო ეგრევე და რო ამოვიდა ესე შეხედა იკავ და ვაიმე გიალია რა ბანჯულიანი ხარო და იმამთხრა ო რა ვიცი ახლა ბანჯულიანი ვის გემხარ მამაშენსო ხო და რავი ახლა მამაჩემსო არ ქონდაო ასე ცოტა ქონდაო ახლა კი იყო მაგრამ ასე შემდგარეთ აბა დედაშენსო ეგ ამბავი ვიცი მე შენ არ ვიცი მაგრამ უფრო მაგარია საათი ბიჭო კი ეგ საათი ისო ჩემზე მაგარი ბანჯულიანი კაცი ვნახეო სად ნახეთ მე ვუთხარ ბორჯომშიო მითხრა ქორწილშიო მართლა შენ გითხე ხო ბორჯომში ქორწილში ვნახეთ ჩემზე მაგარი ბანჯულიანი კაციო ხო და მე ვუთხარ არა ტანზე გიხადა თუ რაფერ მივხვდი შენზე მაგარი ბანჯულიანი რო იყო როგორ უნდა მივხვდი ახლა საროჭკა როაცვია გаз ხო საათი ვკითხეო და ასე ქნაო და მე საათი საათი შეუმერაო რო ეთქვაო ხო გიალო მაგი ჩემი ძმა გიალო მაგარია გიალთა ნიჭიერი კაცი იყო თან ჭამით რა ჭამდა ბიჭო ო მაგრამ და ჭამს ალბათ ბიჭო მე პაჭამოს და 100 წელიწად უცხოებში არ შვება უცხოებში არ შვება ჩვენთან კი ასე ჩვენთან მარტო თუ ვერ დაждები მაგის წინი გაპარსავს ყველაფერს იგაურობას მაგრამ არც ეთხოვა ბიჭო უცხო თუზის ვინმე არაფრით არ იზავს მაგას რას ლაპარაკ აბა დეიდახე ბიჭო შანსი არ არის ნუ ცოტა შეჯავს მაგრამ ნუ ისე არ ჩვენთან არერიდება არაფერს ახლა ჩემი რისი უნდა მოერიდეს 3 წელი ერთად ვეგდეთ პოლზებს ვორობდით მაგასთან სახში და აღარ უნდა მოერიდოს შემზე შედეთ მომისვიდეთ ახლა მიშა თუმანიშვილიდან რა რჩევები დაგჭა ახლა ცოტა სერიოზული პატარა სულენები არ ვეგებდო ჩვენ ახლა მაყურებელს და მარტო რჩევები რავი რჩევა ახლა ესე არ დაუბარებია არაფერი მაგრამ ძალიან ბევრი რამე კი მასავლა ძალიან ბევრი რამე მასავლა მაგას რა თქმა უნდა უმადლი რომ ვაფშე შევჩი ცხოვრებაში არტისტად მსახიობად ნუ მიშას დამსახურება ეს ყველაფერი მიშას და მერე კიდე გადინა თოფლი მოგლეთ გადინათ რა თქვა მადინა და მასავლა ბიჭო ძალიან ბევრი რამე აი თეატრი მასავლა კაცმა რა თეატრი მასავლა როლით ცხოვრება მასავლა როგორ აი რანაირად ახლა როგორ გავაკეთო როლი ესე ხან ისე აკეთებ და ხან ასე აკეთებ ეს ახლა არ შენ გეშლება შეიძლება კოსტიუმი ჩაიცვა იქიდან წამოვიდეს ხასიათი შეიძლება ორი თვე იმტრიო თავი და მე კრიმი წაისვა ერთი შტრიხი გაიგეთო და ეს ყოფილა ხო სხვადასხვანაირად ხდება ეხა მაგას ვერავინ ვერ გასავლის მაგრამ ის რომ იმ როლით უნდა იცხოვრო და იქ უნდა იყო დღე და ღამე ავტობუსში მეტროში ტაქსში ყველა სულ იქ უნდა იყო თორე ისე ძნელია ეგ ბოდიში მინდა მოგიხადო რაზე იცი რომ ეს გრიმი ვერ გაგიკეთე გადაცემაში რა ვაიმე არ თქვა გაჩერდი
პინოქიოს გრიმმა დამტანჯა ბიჭო პინოქიოში თამაშობს მე და გრიმი გვაქვს აი ესე იგი ცხოვრებაში რა მქონია ამას კიდე ქონდა ამას ჩემზე მეტი აქ რამე ნათამაშები და რაღაცები მე პაუზები მქონდა დიდი თეატრთან დაკავშირებით ვლაპარაკობ გვიან მივედი თეატრში და ამან კაცო ბავშვობიდან თეატრშია და რაღაცა ამას გრიმები აქვს დაკეთები და ესეც კი ამბობს რომ ეს რა არისო და წარმოვიდგინე ამისა და დღეში ვარ პინოქიოში არის ასე ახლა აქაც რო გინიცაგეს ახლა ხან და ეს თამაშობს პაპა კარლოს თუ რა ქვია ბაკალაკი ჯეპეტო არის პინოქიოში და პაპა კარლა არის ბურატინოში ნუ ეგ იგივეა კარბარეგა ნუ იგივე როგორ არის აქ ალექსანდრე ტოლსტოის დაწერილია და ის რაგვარია იტალიელი დამავიწყდა რაც არის რა როგორ დამავიწყდა გოლი კარლო კოლოდი ხო კოლოდი მოკლედ ახლა შენ ისეთი სკოლია ბიჭო ეს კი არ ვიცოდი ახლა ეს გულამსახარაძეს და პარტნიორები ყავდა ეგეთი კი კაცო იმაში გუგი ხავთარაძე კი იმაში ვიყავით ნუ მე ვიყავი ახლა ისე ავთო ვარსიმაშვილმა დადგა სარდაფში ესა რა ქვია ჰამლეტი გოჩა თამაშობდა კაპანაძე ჰამლეტს და კლავდიუს თამაშობდა გურამი თათული იყო გერტრუდა და პოლონიუს თამაშობდა გოგი ქავთარაძე. გასტროზეც ვართ ერთი კვირალი ვოვში ვიყავით გასტროზე. ზინასთან სხვა რამე იყო. ზინასთან უკვე დავდგით ჩინეთის საელჩოს ეს ადრე გეუბნები 99 თუ 2000 წლები იყო აღარ მახსოვს. კარგად დავდგით ჩინეთის საელჩოს შეკვეთა იყო რაღაც ჩინური პიესა იყო რა აღარც მახსოვს იმ პიესის სათაური და მიუტანიათ იმაში რა ქვია მსახიობთა სახლში გიგასთან რა და გიგამ დაავალა ვენერა ანდრონიკაშვილს და ვენერამ დამიძახა მე ვენერას მეუღლე ბიჭიკო იყო მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი ბიჭიკო ანდრონიკაშვილი ძალიან მეგობრობდნენ რა. მაგის როგორ რაღაცა იტალიელზე არის ხო? გერმანელზე, ოღონ ამერიკელ გერმანელზე. არისტოკრატია. კი, ფონ რაღაცა ხო? კი, ნანა, კარგი კაცია ის კაციც და ნანას ძალიან კაი გოგოა ნანას და მოკლედ აქ ვითამ იქ თამაშობდნენ ჩემს გარდა იყო ზინა იყო ცხორნებული იყო ასევე რეზო თავართხილაძე ძალიან კარგი კაცი იყო გივი ჩუგუაშვილი, მაშინ არ ვიყავი მარჯანიშვილში, ხა გივი ჩემთვის, აი ხა კი მეგობრობთ, მაგრამ მაშინ ცოტა უცხო იყო რა. ეხლა უცხო. ხო, და კი ის იყო გივი მერიკაშვილი და ლეონტაძე ახლა მეც კი კაცო არ არის პრობლემა. ხო, ნუ გივი და ახლა გივი და ლეო, კი ბატონო, ლეოსთან სარდაფშიც მაქვს ნათამაშები. ის თუ გახსოვს ლეო, დაგვიდევდა სპექტაკლს. როგორ არ მახსოვს, როგორ არ მახსოვს. ცეკვას ფარცაკუკუ. ფარცაკუკუ. გურული ცეკვა. გურული და როგორ ცეკვა. რო ჩამოუარა კალე. კილაღამ ტაშია უყოლე. ფარცაკუკუ განახებთ ახლა როგორ უნდა მაგის ცეკვაო და ასე ჩაგვამწრივა გივიჩი ის დავდები ხალით გავდავით გიზოც იყო სიხარულიძეც თუ გახსოვს გიზო იყო პირველად გიზო შენ მე ვიღაცები გოგუაძე იყო კიდე და გოგუაძე მე ჩვენ რო წამოვედით მე თუ ვიღაცები მოკლედ ასე ჩაგვამწრივა 4 კაცი 5 კაცი ვიყავით ჩაგვამწრივა და დაიწყო დაში ო მაგარი იყო ძალიან მაგარი გამორჩეული დიდებული ხალხი იყო ჩემოგადანა. ახლა შენ მე მითხარი დრამატურგი როდის გახდი და რანაირად გახდი? ბიჭო, აკუსტიკა რა. ერთი ანეკდოტი დადიოდა ცოტა თეატრალურ სამყაროშიც და ისეც იცოდნენ რა. ანეკდოტი ერთი იყო რომ რომელიღაც თეატრი. ანეკდოტი კი არა, უთქვია მართლა ვიღაცა. ხო, მაგრამ ნუ როგორც ანეკდოტი ისე დადიოდა რა, რომ რომელიღაც თეატრი იყო ჩამოსული ჩვენთან ჭიათურაში და როგორია როგორ მოგწონთო თეატრიო რა სამხატვრო ხელმძღვანელი ახარ აი სად არის შტანგეტი ხო ამოწმებს საიდან შუქი საიდან რა სოფიტი საჩამონ სცენარამხელა დეკორაცია ეტევა თუ წინ ხო არ უნდა გამოწევა მოკლედ რა ჩამოსული არ ნუ ათვალიერებს და როგორ მოგწონთო და კარგია კარგი ძალიან კარგი თეატრია მომიწონა მაგრამ აკუსტიკა არა გაქვთ და
ამას ესწრებოდა ერთ-ერთი იმის რაიკომის წარმომადგენელი. რა არის აკუსტიკა მითხრას და ვიყიდიო. ახლა კი იყიდება ის აკუსტიკა, მამაში სად იყო ახლა აკუსტიკას იყიდვა და მოკლედ ამაზე დავწერე რა ეს ამბავი რომ თითქოს გააგზავნეს კაცი და მე ჩამოიტანა იმან რაღაცა ყუთი რომ არ დაგეზე რა დაჯექი და არა რა საქმე მქონდა სვამდი ბიჭო მაშინ და რა ხო კი დამსვამდი და დამწერდი მე რა შენ აფიშა უნდა გენახა ბიჭო სარდაფში გამოკრული რო იყო დასტაევსკი შექსპირი ბრეხტი ბარათაშვილი აფიშა ხო იქნებოდა შენ მოგზაურობებზე ერთი თუ მოვასწარეთ გვაქვს კიდე დრო და რა ჩვენ ახლა მოგზაურობებზე ნახევარი სოფლიო კი მოვიარეთ კი ძმაო კი სად აი აქედან სად ვართ ნამყოფიცი იმას ერთ-ერთ უთხარი ჩვენსაც გახსოვს შენ ბიჭო ახლა იცი სად ვართ თქო სად შემაწუხა პოლიტიკოს რაღაცეებზე და მე იცი სად ვართ თქო სად მექსიკაში ვიყავით მაშინ ეს რომ თავდება ახლა ეს მექსიკა მე უთხარი მე დიდი ბევრი წყალი იწყება აქ თავდება ყველაფერი მე იწყება წყალი და მე ის წყალი რომ თავდება თავიდან იწყება ისევე ყველაფერი მე ასე ახლა ვართ ჩვენ ქვეყნის ბოლოში სამყაროს ბოლოში ვართ მე ვეშაპებზე იმისი გადასავარდი რო დამანები აქ მაინც დამანებეთ აი პოლიტიკა არ მიხსენო მე უთხარი შემეში რა დამანებეთ აი ხო ყავს იქ თიაჩი ტრამპისტი ვანსკი ტრამპისტი ხო არის ვანსკი ჟა 31-ში განახებ ასე მითხრა იცი სტაცია ავიანოსეცი მომყავს საწყარი უჯო ტრისტას არ არის ზე მაგარი გაანათროს ხება ერთად ამდენი ხანი იმუშავებს ეგ ტელევიზიაში და რაღაცა გაანათროს მაგასა აქ მაგარი რამე ნათქვამი მასალების გამოუგზავნა დეპეშა თუ მე არ კი კაცო მე მითხრა აეროპორტში მომიყვა ბიჭო მივდივარ პირველი გასტროლი რო გქონდა იმაში გლობუსში პირველად რომ მივდიოდით გლობუსში ინგლისში მაგი აცილებდა იმას გოგას უფროს ბიჭს პრაღაში სასწავლებლად რა და იქ შემხვდა და მე მაგაზე მომიყვა რომ ერთი ნიტო ფიზიკის ნიტო მათემატიკის მასწავლებელი მყავდა მეუბნებოდა ტრისთან შენ ამცოდნით შორს ვერ წახვალ გავიდა წლებიო ახლა ინსტიტუტში ჩავაბარეო მე და დავამთავრე თეატრში ჩავედიო ქვევით რუსთაველშიო იქ და მე ერთ-ორ წელიწადში მომიწია გასტროლი არგენტინაში ვარ წასული ეგერო ბუენოს აირესშიო იმას იქით არის ანტარქტიდა და მე არაფერი აღარ არისო რა გამახსენდა ეს ამბავი რა რადიოგრამა გამოაგზავნეო თუ რაღაცა იქიდანო იმას გადაეცვითო მეტი შორს რაღაცა ვიდეო მეტი შორს რაღაცა ვიდეო რა აცნო შემი ტრისო შეიძლება მომისმინე და ბიჭო ის ჩვენ ვიყავით შექსპირი რო იდგა იმ სცენაზე გვაქვს დათამაშები თან ამდენი 8 სპექტაკლი გვაქვს ბიჭო ის დათამაშები ფესტივალზე ვიყავით იქ 2 სპექტაკლი 6 მერე ხო და მერე 6 8 სპექტაკლი ვითამაშეთ ქერო შექსპირი იდგა იმ სცენაზე ნო შვილიშვილებთან მოსაყოლი ამბავია აბა რა აი ბიჭო აბა რა ეგ იგივე ახლა ფეხბურთელ მარაკანაზე რო გავა კი ბატონო სანსიროზე რო გავა ან იმაზე რა ქვია სანტიაგო ბერნაბეუ გენიალურებს კაცო რამაში ყვათა და იმათა რა აქვს დათამაშები და კი დაიღო აიღეს ინგლისი ვიდეო იმაში გლობუსში არა მიშას უნდა ეთამაშა მე-12 ღამე თუ არ ვწდები მაგრამ რემონტი იყო მაგ პერიოდში და ვეღარ შევიდა თორემ მიშას უნდა ეთამაშა თუმანიშვილი ხო დიახ ხო ხო მე როგორც ვიცი შეიძლება ნუ არასწორად მახსოვს ეხლა თავს ვერ დავდებ საოცრება იყო რა საოცარი თეატრია არა სასო მე ეგეთ სცენაზე ჯაპ მე ეგეთ სცენაზე არ ამდგარო არა საოცარი რა ვიცი სად არ მაქვს რა სცენაზე არ მაქვს ნათამაშები ახლა შენც მეც რა სად აღარ ვარ ნამყოფი მაგრამ ეგეთ კომფორტულ სცენაზე მე არ ამდგარ ვარ ძმაო რა კი ძალიან კომფორტული იყო რაღაც მაყურებელი თვითონ როგორი იყო ბიჭო ფანტასტიკური არა ეს 1000 კაცი ფეხზე რო იდგა 500 იჯდა 1500 კაცი ეტეოდა და ეს წვიმა რო წამოვიდოდა იმათ ვასვენებდა ჩვენ არა და არისტოკრატია ესთვის იყო ეს ლოჟები და ეს ამათ ფეხზე იჯდა და ის იმათ კოლგებს კი არ
შვიდე. არა, კლაშოვკები, კლაშოვკები. კანარშეში, აი, იდე ჩამოიცვალა თან თვითფრინავები რო დაფრინავდნენ. ტრენდი დაგვიჟდა, ბიჭო, სენაზე, ტრენდი დაგვიჟდა, სენაზე, იმის მაგარი, ძალიან მაგარი რამეა. საოცრება იყო რა, მართლა რა. ძალიან მაგარი იყო. შედა როლებში ჟანრი როგორ შედა რაღაცა ახლა მაინ პროდიუსერს აქვს მოწერილი და ახლა გარდაგეცინო და ტიპა მიპაცული ესე იგი რამე ესე იგი რომ სახასიათო ჟანრში დაგიგახესო და არა და ამბობს რომ ტრამატული მსახიობია რანაირ მსახიობს ეგ ბევრ მსახიობს ჭირს მარტო მე არ ამჭირს აი იპოლიტესაც ჭირდა რომ ხო სულ ნუ კომიკოსი იყო კაცი და მაგრამ როცა ხო და როცა კითხეს რომ აი შენი საყვარელი როლი და რაღაც ბოლოს რო კითხეს ეგ ზუსტად თუთაშხიას ბახვაფულა რაც არის რა მოკლედ აი ეგ როლი თქვა ზუსტად ის არც ფეოლა უთქვია არც კუჭკუჭი უთქვია აი ეგენი ძალიან მაგარი გაკეთებული როლია ეგ თქვა ძალიან მაგარი გაკეთებული როლია და მეც განა წუწუნებ რატომ მაძლევენ სახასიათოს არა უბრალოდ უკვე ნაცნობი ჟანრია და მომინდა სხვა მხრივაც სხვა ჟანრშიც მომესინჯა ჩემი ამბები რატო არ მოსინჯე როგორ არა მე მოსინჯე დრამატული როლები დათამაშები გაქვს კი ბატონო მე და მე წავიდა დრამატული სათამაშები კი ეხ ნუ ახლა ოიდიპოსი არ გითამაშია არა ვარ მე ტრაგიკოსი კაცი არა ვარ და მაგას ვერც ვითამაშებ ეხა მე არა ვარ ოტელოს და იმის კაცი მე არა ვარ მაგას ვერ ვითამაშებ მაგრამ ახლა კომიკური როლები არა გაქვს დათამაშები არა კომიკური ჩეხოვი გაქვს ეგ დათამაშები რაც გამახსენდა ახლა ჩეხოვი ბევრი ისა ხო ბევრი ხო დამასაბაჭკე დაკვირ ქალი ძაღლი და ვანიაც და ჩაიკა და რა ვიცი ხო ბევრი ქვეყანა როლები გაქვს დათამაშები ზოგადად ლაპარაკ ხალხს ახლა შენ ძალიან უყვარხარ მე ახლა ამ ტელევიზია მაინც თავისი იცის ახლა ტელევიზორში რო გამოჩნდები მაინც ახლა მეტი მაყურებელი ყავს და უფრო ცნობენ და რაღაცა კი ბატონო ის არის და უყვარხარ და გძნობ ამ სიყვარულს ხალხს როგორ არა უზნობ ძალიანაც გძნობ როგორ არა უზნობ ახლა ზოგმა იცის რომ აიმე არ შემიძლია და არა ძალიანაც შემიძლია და როგორ შეიძლება არ შემეძლოს ახლა როცა ადამიანი პატივსცემს უყვარხარ და დამღალეს და რაღაც არასოდეს არ დავიღლები იმით რომ ადამიანებს უყვარვარ და პატივსცემენ ხანდახან ეჭვი მეპარება რომ რა დამსახურება მაქვს ამისთვის რომ კაცი ახლა სამსახურში გამოსული ტაქსისტი ჩემ შეკვეთას აუქმებს და მინდა რომ ისე მიგიყვან პატივი ქცე რომ რა დამსახურება მაქვს ამისთან ხანდახან ვფიქრობ ხოლმე მე ალბათ რაღაცა გამიკეთებია რომ რაღაცა 1-2 კაც მაინც თუმცებს პატივს მე არ შვები თან მაგას ძალით აი მეთქი რა მეც არ შვები მაგრამ ნუ ახლა აი ყოფილა რომ ახლა რა გინდა მიაჭირა მომკაზე ხელი და რა ეუნები მაგრამ ნუ დააჭირა და გააუქმა და რა არიან ახლა იგეთები გუშინ ქნა მაგი სვადაჟორის გუშინ თეატრში რომ მოვდიოდი ტაქსისტმა მიაჭირა უცბად და არ ქნა შენი ჭირი მე მეუთხარი გეხვეწები რა ახლა ის არ მithქვია რომ რა არის მაგი ახლა მაგაზე ცოტა არ ქნა მე უთხარი გეხვეწები სამსახურში ხარ სამუშაოდ ხარ გამოსული მე ჩემს საკატაოდ ხო არ ხარ გამოსული არა ნუ აი რა ბევრი ასეთი ყოფილა რა ვიცი აბა კაი ბაბუა როგორი ხარ ბაბუა ბაბუა რა შობი ხარ რანაირი ბაბუა ხარ კაცრი ხარ დღეს პატარა ბიჭო მაგიდაზე უყვარს პატარა სასვლა ბიჭო და ავიდა და გადმოვარდა სკამებში გაეკვეხა რაღაც იმ ხელა ვიყვირე უშე მაიმუნო შენ რა ხელა უყვირე ის იმ მე ბიჭო და ასე ტუჩია გააბრუჭა კი არ ვიტირა მაგრამ ასე და მომილბა გული და ვაიმე ბაბუა მე უთხარი ჩავეხუტე რაღაცა და დავხედე და არ იცინ ის ეს მამაძაღლი და რა შობ დაკავს რაღაცა ისეთი მიყავს სად დამყავს ბიჭო ის უფროსი ვერ გამყავდა გარეთ იმიტომ რომ შენ ხო იცი ჩემი წელის და იმის ამბავი და ხო ის რო გარბი მე ვერ ვეწევი ძმაო სირბილში იმას და რო გამექცეს უცბად და გეიქცეს იმას სად დავეწევი მე ახლა ამასთან დაკავშირებით ეხა შენს კი და ჩემს სიძეს აქ დაბადების დღე ჩემს ირაკლი ილურიძეს და მინდა მიულოცო აქედან შენ გაიხარ მაგას ვერ ნაცვალე მე ვისა ბიჭო
ჩემი შვილიშვილების მამას ირაკლს. ირაკლის აგრაბადების დღე კიდე ბიჭო მე მაგი რა ვარ მითხარ. ეხლა ახლა ბოლოს აგერ ირაკლის შეგენაცვალე. ბატონო ირაკლი, აბა შედიცი ჩემო ძმაო, აბა გენაცვალე, გეიხარე, იდგეგძერე, ჯანზე იყავდა სულ წარმატებები ქონოდეს და ხვავი, ბარაკა და ჯანი რა. აი ერთად ქონოდეს მაგერი რა. გამომარჯოს ირაკლი ჩემო. გაიხარე ჩემო ჯაბო. ჩემო კარგო ადამიანო. ასე მიივია ჩვენი დრო. ჩემო პესურა და. რა ვიცი თუ გავამხიარულეთ ცოტა მაინც მაყურებელი. არა მგონია რომ პატარა მაინც არ გავახმიარულეთ, რა ვიცი ახლა რა. არა გვიტირებია ყოველ შემთხვევაში. ცრემლები არ მოადგებოდა. თუ მანდა მაინც სიხარული ცრემლები მოადგებოდა, ასე მგონია მე და. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის შემოგესო. უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო და ვიყოთ ასე მეგობრები და ახლობლები კიდე ერთი. რამდენსაც ღმერთი ჩათვლის და ცოტა მეტად რაღაცა რამდენი საშუალებაც არის რომ ვივაჭროთ. იქნება პატარა ხალხი უყუროთ კიდე ერთ. კი ბატონო. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო ეს იყო ჩემო ბატონო. მოგეხსენება ჯაპანას პაპალაკება იყო შემოგივლო ჩემი თავი რადიო სივრცე და მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და მომავალ ხუთშაბათს შემოგიერთებით კიდე უეჭველი და დაგველოდეთ და იყავით ჩვენთან ერთად. დარჩით და გიყვარდეთ ერთმანეთი. არ შეიძულოთ და მოუარეთ ერთმანეთს და იყავით ჯანმრთელი. თქვენი ჯაპანი